რა ასაკში არის კარგი ინგლისური ენის სწავლის დაწყება და რა მეთოდით? სხვა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა მოახერხოს, რომ ენა კარგად ისწავლოს. ენის სწავლების შესახებ მითებს და რეალობას შევეხოთ. ეს ყველა კომპონენტი უნდა დააკმაყოფილოს ბავშვმა. უცხო ენებისკენ მიდრეკილი ადამიანი ან ბავშვი. ეს არ ნიშნავს ენის სრულყოფილად ცოდნას. რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო ოლიმპიადებზეც წარმატებას მიაღწიოთ? ერთი წლისი როგორც მეტყოლებდით ინგლისურად, ეხკას აბსოლუტურად სხვანაირად მეტყოლებ. I scream, you scream, we all scream for ice cream. Good job. ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ინგლისური ენის მასწავლებას. სწორი გადაწყვეტილება არის კარგი მეთოდის არჩევა. ამდენ ინფორმაციაში ძალიან რთულია, რომ ზუსტად ისიპოვო, რაც გჭირდება. ყველაზე დიდი გამოწვევაა, ჩემი აზრით, დღეს ხელოვნური ინტელექტის პროცესში განათლება. Upcoming ამბები. მოგესალმებით, მე გვანცად არასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. როგორც იცით, განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგმება, რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა და როგორც ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, შესაძლოა ამან გავლენა იქონიოს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე ქართველი მოსწავლეებისთვის, ვისაც სურს, რომ ევროპულ, ამერიკულ უნივერსიტეტებში მოხვდნენ და გახდნენ აი ამ ძალიან დიდი სამყაროს ნაწილი და დასავლური სასწავლო სისტემის ნაწილი. იმისათვის, რომ ასეთი სისტემის ნაწილი გახდე, გარდა ამ შესაძლებლობებისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა და ასევე კიდევ მრავალი უნარი, რომლის გამომუშავებაზეც ძალიან ბევრი მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი მუშაობს დღეს და თან ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ის საზოგადოება, რომლებიც ვამბობთ, რომ აი ჩემმა შვილმა ინგლისური აუცილებლად უნდა იცოდეს. ვისთვის არის ადვილი? მისთვის არის ძნელი. მართლა არსებობს თუ არა ესეთი ცნება, როგორიც არის უცხო ენებისკენ მიდრეკილი ადამიანი ან ბავშვი და საერთოდ რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო ოლიმპიადებზეც წარმატებას მიაღწიო და ასევე როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ინგლისურის სწავლების ამბავში. მოკლედ ეს არის თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. ჩემი პროდიუსერი რაღაც გამოცდას მიწყობს და რა არის? ჩემი რა არის ეს? ენის გასატეხებია ინგლისურად? ესე იგი ხო მე უნდა გამომცადონ გამოთქმაში pronounce-ში უნდა გამომცადონ. აბა ვნახოთ. Okay. She sells seashells by the seashore. I scream, you scream, we all scream for ice cream. Good job. აბა შემდეგი Betty Botter bought some butter, but she said the butter's bitter. ეს სწრაფად უნდა თქვა ახლა. Betty Botter bought some butter, but she said the butter's bitter. Sorry, yeah. How much wood would a woodchuck chuck? ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. If a woodchuck could chuck wood. მოკლედ ალბათ pronounce არის ერთ-ერთი ის უნარი, რაც მოსწავლეებს ჭირდებათ წარმატებული საერთაშორისო სტუდენტები რო ერქვათ. მოკლედ ჩვენ დღეს საუბრობთ ინგლისური ენის სწავლებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ის საერთაშორისო ასპარეზზე. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, სოფო კვარცხავა, საერთაშორისო ოლიმპიადა ლინგოსთარის დამფუძნებელი გვესტუმრა დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა ლინგოსთარის შესაძლებლობებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ რაღაც მინდა რომ მანამდე ეს ენის სწავლების შესახებ მითებს და რეალობას შევეხოთ, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი მშობელი გვიყურებს ახლა და არ ვიცით თუ დამეთანხმებით, რომ ჩემმა შვილმა ინგლისური აუცილებლად უნდა იცოდეს. ყველა მშობელი გეტყვით ამას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რაც შეიძლება გამოიყენო ნამდვილად, ხო? რას ფიქრობთ? ზოგადად პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ თქვენს გადაცემაში ვარ სტუმრად. გეთანხმებით ამაში, რომ ჩვენმა შვილებმა ნამდვილად უნდა იცოდნენ ინგლისური. ეს ტენდენცია ნამდვილად არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი იმისი, რომ გახდა მსოფლიოს ნაწილი. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ ლოკალურ საზღვრებში, ახალგაზრდები განსაკუთრებით ის თაობა, რომელსაც ლინგოსტარი აერთიანებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელოვნურის ეპოქაში, განსაკუთრებით გლობალურები გახდნენ, ამიტომ
ინგლისური ენის ცოდნა ნიშნავს იყო გლობალური ჯაჭვის, ახალგაზრდების ნაწილი და იყო ცვლილება მსოფლიოში და ქართული ხმა, რომელიც გულწრფელად აუხსნის, გაუზიარებს თავის ხედვას და გამოცდილებას და ინგლისური ენა მხოლოდ ენა არ არის. არის ინსტრუმენტი აი ამ ყველაფრის, რაზეც ვისაუბრე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მართლმსაჯულოვანი ნაწილია და მშობლები ნამდვილად სწორები არიან, რომ ფიქრობენ, რომ ენა ინგლისური ნამდვილად უნდა იცოდეს, მაგრამ აი როგორ უნდა იცოდეს, რამდენად იციან ამ თაობამ ინგლისური, როგორ სწავლობენ, რითი უნდა დავეხმაროთ, ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა კი ბატონო. შეგვიძლია ვისაუბროთ. კი ბატონო, აი ჩემს სამეგობროშიც არის ესეთი საუბრები ხშირად, მშობლები ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე, რომ აი ჩემი შვილი პირველი კლასიდან თქვათ კარგად ლაპარაკობს ინგლისურად. ვიღაცას უთქვამს, რომ აი 3 წლიდან როცა უკვე ენა აიდგა, ჩვენ არ გვიტარებია და არ გვისწავლებია, მაგრამ აი თავიდანვე კარგად აითვისა, ხო? თქვენი გამოცდილებით, რადგან ბევრ მოსწავლესთან გაქვთ შეხება, არსებობს მართლა აი უცხოენებისკენ მიდრეკილი ბავშვი, უცხოენის კარგად სწავლისკენ მიდრეკილი ბავშვი? დიახ, აი ჩვენ ძალიან ბევრ სკოლის მოსწავლესთან და პატარა ასაკის ბავშვთან გვაქვს ურთიერთობა. ძალიან ბევრი მსჯელობა გვაქვს ხოლმე უცხოელ მასწავლებლებთან ერთად. რეალურად მითია, რომ ბავშვები მიდრეკილები არიან ინგლისური ენის ან ზოგადად უცხოენების მიმართ, თუ რაღაცნაირად სხვა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა მოახერხოს, რომ ენა კარგად ისწავლოს. აბა რას გულისხმობთ? მოკლედ, თავიდან რომ დავიწყოთ, ზოგადად პატარა თაობამ ბევრად უფრო კარგად იცის ინგლისური ჩვენი თაობისგან განსხვავებით, იმიტომ რომ მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ ინტერნეტთან მიმართებაში, ტექნოლოგიებთან მიმართებაში და მეტი ინგლისურენოვანი მასალა არის მასთვის ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომობა, ზუსტად აი რაც ხელმისაწვდომობა მეტ ინგლისურ ენოვან პროგრამაზე აქვთ, რაც ჩვენ თაობას არ ქონდა. ამიტომ თავიდანვე პატარა ასაკიდანვე აქვთ საშუალება, რომ ინგლისურ ვიდეოებს უყურონ და ამით თავიანთი უნარებიდან გამომდინარე ადვილად ისწავლონ უცხო ენა. თუმცა ზოგადად ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ მითია, რომ ასე ვთქვათ, უნარია, ესე რაღაცნაირად ბავშვს განსაკუთრებული უნარი ჭირდება იმისთვის, რომ ენა ისწავლოს. იქიდან გამომდინარე, რომ თავარია ბავშვს სწორად მიუდგე. მეთოდიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამდენად სწორად მიუდგებით ბავშვს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ინდივიდუალურები ვართ და ყოველს განსხვავებული მიდგომა გვჭირდება. მე მაგალითად ვიზუალურად ვიმახსოვრებ ძალიან კარგად და თუ ჩემი მასწავლებელი ვიზუალურად ამიხსნიდა ამ ყველაფერს ბავშვობაში, უფრო კარგად ვიმახსოვრებდი. მეც ახლა დავფიქრდი და თვალით მეხსიერება, აი ფაქტებით ვიმახსოვრებ, ფოტოებით ვიმახსოვრებ, ვიდეოებით ვიმახსოვრებ, მაგრამ აი მოსმენით და წაკითხვით უფრო ნაკლებად მამახსოვრდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ მასწავლებელი სწორად გაიგებს ბავშვის ასე ვთქვათ, უნარს და მის ინდივიდუალურ სწავლის უნარს საჭიროებებს, ადვილად მოახერხებს, რომ ბავშვს ასე ვთქვათ, ინგლისური ენა და მათ შორის ზოგადად ენები შეაყვაროს და ადვილად ისწავლოს. ასეთი მშობლებიც ძალიან მრავლად არიან, რომ ჩემმა შვილმა YouTube-ით ისწავლა ინგლისური. გამართულად შეუძლია გაგესაუბროს, ასე ვთქვათ. საუბარი არის 5-6 წლის ბავშვზე, ხო? სულ მაინტერესებს ეს ცოდნა, არის რეალურად ენის ცოდნა, თუ უბრალოდ რაღაცა ზოგადი სიტყვათა მარაგი, რომელსაც ბავშვი აი ამ ინტერნეტ და რაღაცა ინგლისურენოვანი ვიდეოებიდან იღებს, იმიტომ რომ თქვენ უკვე თქვენი ოლიმპიადის ფარგლებში გაქვთ შესაძლებლობა, რომ ცოდნის დონეები შეამოწმოთ, ხო? და ალბათ მშობლებთანაც გაქვთ ამაზე ნასაუბრები. კი ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მოსწავლეს ვაერთიანებ და უამრავ მშობელთან გვაქვს ურთიერთობა. ნამდვილად ხშირია ასეთი მომართვები, რომ ჩემმა შვილმა ფანტასტიკურად იცის ინგლისური ენა და ერთხელ გქონდა კიდევაც შემთხვევა, რომ მშობელმა ვიდეოებიც კი გამომიგზავნა, აი როგორ მეტყველებს ჩემი შვილი და რაღაცნაირად ეს ქართულ რეალობაში ჩემი შვილი არ უნდა დაჩაგროთ და აუცილებლად გამარჯვებული უნდა გახდეს. ასეთი მომართვიანობაც მაღალია, მაგრამ ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, გეტყვით რომ მე თვითონ ინგლისური ენის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ზოგადად ერთ ინგლისური ენას რომ ასე ვთქვათ იცის ბავშვმა ნიშნავს რომ 4 კომპონენტია, მეტყველებაც, წერაც, მოსმენაც, მოკლედ ეს ყველა კომპონენტი უნდა დააკმაყოფილოს ბავშვმა რომ სრულყოფილად შეძლოს ინგლისური. ანუ მხოლოდ ის რომ თქვათ მას შეუძლია რამდენიმე წინადადება თქვას გამართულად არ ნიშნავს რომ მან იცის ენა. ნამდვილად, ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს საერთაშორისო გამოცდებით, სადაც ბავშვი შეიძლება ფანტასტიკურად მეტყველებდეს, მაგრამ გრამატიკულ ნაწილში, წერით ნაწილში ვერ არ ყოფნიდეს რესურსი, რომ მაღალი მაჩვენებელი აჩვენოს. ამიტომ
ეს არ ნიშნავს ენის სრულყოფილად ცოდნას. ინის შესაბამისად აი ესეთი მშობლები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მისმა შვილმა ინგლისური ძალიან კარგად იცის და ფანტასტიკურად მეტყველებს, ესე ვთქვათ, ჩემს კოლეგებთან, ინგლისური ენის მასწავლებლებთან საფუძვლიანად გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვმა რომ ინგლისური იცოდეს, უამრავ კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს და მხოლოდ მეტყველება ერთი კომპონენტია და შესაბამისად ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ხშირად ბავშვები კარგად მეტყველებენ, მაგრამ გრამატიკის, ესე ვთქვათ, გამოყენება თვითონ სწორად დაწყობა წინადადებების არ არის ხოლმე გამართული წინადადებები. ან შეიძლება სიტყვის გამოთქმა იცოდეს, იმიტომ რომ მოსმენილი აქვს ვიდეოში და შეუძლია გაიმეოროს, მაგრამ წერა არ შეუძლია და არ იცის როგორ უნდა დაწეროს. ამიტომ ლინგოსარი არ არის, ესე ვთქვათ, ან ზოგადად ტესტი არ არის, მხოლოდ მეტყველება. შესაბამისად, ბავშვი როდესაც უკვე ტესტურ ნაწილზე გადადის, აჩვენებს, რომ მისი ენის ცოდნის კომპეტენცია არ არის მაღალი. შესაბამისად, მე გვიწევს, რომ ვასწავლოთ, ესე ვთქვათ, როგორც მეტყველებს, ისე უნდა წეროს და ეს ნიშნავს ენის სრულყოფილად ფლობას. კი ბატონო, თუმცა ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია თუ რა თქმა უნდა ბავშვს აქვს. რადგან თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის და მოსწავლეთა ინგლისური ენის ჭრილში ურთიერთობაში მიდგომა. აი როგორ ფიქრობთ თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე ისეთი ხშირად დაშვებული შეცდომები, რასაც მშობლები უშვებენ, აი თავიდან მაგალითად როცა უნდათ რომ ენას შეასწავლონ. ან როცა ვთქვათ უკვე ისეთ ასაკში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, როცა უკვე შეიძლება დაგვიანებულია? აი რა არის ეს, რასაც ხშირად ჩვენ მშობლები არ ვაქცევთ ყურადღებას და ამ დროს მნიშვნელოვანია. მშობლების ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, შეცდომა არის ის, რომ მოლოდინებს ვიქმნით ხოლმე ხშირად და ძალიან ბევრს ვთხოვთ ბავშვებს. პირველი არის ის, რომ ხშირად ბავშვს ეშინია მშობლის იმედგაცრუების და ამის არაერთი მაგალითი გქონია ხოლმე, რომ აი დედა რას მეტყვის, დედა როგორ მომექცევა და ხშირად ყოფილა ხოლმე სტრესის, ასე ვთქვათ, საფუძველი. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე ბავშვების, აი ამ ბავშვებთან ამ კუთხით. პირველ რიგში მშობლის მეორე შეცდომა არის ის, რომ მუდმივად ვადარებთ ხოლმე ჩვენ შვილებს სხვა ბავშვებს. აი ნახე შენი მეგობარი როგორ სწავლობს ინგლისურს. ხო, შეიძლება საერთოდ არ საუბრობდეს მისი მეგობარი ინგლისურად გამართულად, მაგრამ აი მუდმივი შედარება იწვევს ხოლმე ძალიან დიდ შინაგან დათრგუნვას ბავშვებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არაერთხელ მithქვამს და კიდე გავიმეორებ, რომ ყველა ჩვენთაგანში არის რაღაცა ვარსკვლავი, ინდივიდუალიზმი, განსხვავებულობა. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ ჩვენ სწორად მოგვიდგება მშობელიც და მასწავლებელიც და გარემოც, აუცილებლად შეიძლება რომ გავაღვივოთ ჩვენში ეს ვარსკვლავი და ნამდვილად გავხდეთ ენის ვარსკვლავები. ამიტომ შედარება ძალიან ცუდია და ზედმეტი მოლოდინების შექმნა. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ჩვენ მქონია არაერთი გამოცდილება, რომ მშობელს უთქვამს, ჩემი შვილი არის რაღაცა უმაღლეს დონეზე, ფლობს ინგლისურ ენას. შემდეგ, როდესაც ჩვენ რაღაც ტესტირება ჩაგვიტარებია, ან რაღაცა, ასე ვთქვათ, პატარა კონკურსი ჩაგვიტარებია, თუ ბავშვი ვერ ავლენს თავის თავს ამ დონეზე, რაც მშობელს აქვს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, შემდეგ ბავშვები ძალიან ისტრესებიან ამის გამო და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მშობლის მხრიდან არის, რომ ვენდოთ ჩვენ შვილებს, მხარდამჭერები ვიყოთ ჩვენი შვილების და ვაგრძნობინოთ, რომ თუ მოინდომებს და თუ ჩვენ ვიქნებით ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, ნამდვილად შეძლებს, რომ ნამდვილად იყოს ენის ვარსკვლავი. კი ბატონო, მშობლის ალბათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილება არის კარგი მეთოდის არჩევა, ხო? მაგრამ ყველა მშობელს ეს არ შეუძლია. ზოგჯერ მშობელმა თვითონ არ იცის ენა, ვთქვათ, არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიძიოს ბაზარზე რა ხდება, ხო? ძალიან ბევრი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები არსებობს. სკოლები არსებობს და სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს. რა ასაკში არის კარგი ინგლისური ენის სწავლის დაწყება და რა მეთოდით? ზოგადად ამის დიდი პრობლემა არსებობს ნამდვილად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რომ რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს უცხო ენა და მშობელი, როდესაც დილეტანტია და არ ფლობს, ასე ვთქვათ, პროფესიონალი არ არის, ძალიან ძნელია რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და მისი შვილის, ასე ვთქვათ, ამ კუთხით განვითარება სწორად დაგეგმოს. ამისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ბევრი ენის ერთდროულად სწავლა რა თქმა უნდა, სირთულეს წარმოადგენს ბავშვისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გამიგია, რომ ერევათ ენები ერთმანეთში ბავშვებს და ეს იწვევს რაღაცნაირად ბავშვის დაბნეულობას და შემდეგ შეიძლება საერთოდ უარი თქვას ენის სწავლაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ
თუ მიდგომა და პროცესი მშობელი ანდობს სწორ მასწავლებელს ბავშვს, ნამდვილად შეუძლია რომ ესე ვთქვათ მართოს პროცესი და დაიხმაროს რომ რამოდენიმე ენა სრულყოფილად შეისწავლოს ბავშვმა და ესე ვთქვათ თუ მასწავლებელი სწორად აღმოაჩენს ბავშვის ესე ვთქვათ სწორ მეთოდს შეარჩევს როგორ უნდა ასწავლოს ბავშვს, ვფიქრობ რომ სავსებით შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში ჩვენს ტვინს ნამდვილად აქვს ეს პოტენციალი რომ პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე ენა სრულყოფილად ისწავლოს. თქვენთან რა მეთოდით ასწავლით? იმიტომ რომ ვიცი რომ ასევე ასწავლით ლინგოსტარში. დიახ, ანუ ჩვენ როდესაც დავიწყეთ პირველ რიგში და გადავწყვიტეთ რომ სწავლება უნდა დაგვეწყოთ და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა ლინგოსტარის, გადავწყვიტეთ რომ ზოგადად ისწავლა, როგორც თავიდან დავიწყეთ ჩვენი გადაცემა, როგორ მეტყველებ და რამდენად არის შენი მეტყველება ესე ვთქვათ გაგებადი სოფლიოს სხვა ეროვნებებისთვის, ხო? აი მაგალითად მე როდესაც პირველად ჩავედი ლონდონში, მეგონა რომ ჩემი ინგლისური, ანუ რა ვისწავლე მთელი ჩემი ცხოვრება, რაღაცა უცებ ძალიან დავიბენი. ანუ არ იყო საკმარისი, არა კარგად იცოდით ენა. ხო, მეგონა რომ ვიცოდი ენა, მაგრამ ანუ ბრიტანული ინგლისურის აქცენტი, ესე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად განსხვავდებოდა ჩემი მოსმენილი ინგლისურისგან და უცებ გამიჩნდა განსა რომ ინგლისურის საერთოდ არ ვიცოდი. ამიტომ შემოვიდა ალბათ ეგრეთ წოდებული ნეიტივის ცნება, ხო? ანუ მეორე მაგალითი იყო რომ ამერიკაში რო ჩავედი, იქაც იგივე განცდა დამეუფლა და მივხვდი რომ ზუსტად აი ამ სხვადასხვა ქვეყნებში, აზიაში თუ ჩახვალ კიდე აბსოლუტურად სხვა ინგლისურია, ევროპაში სხვა ინგლისურია და მოკლედ ამ ჩემი გამოცდილებამ რომ რაღაცა ყურში ყველა ეროვნების მეტყველების ცოტა გაგებამ და დაბნეულობამ გადამაწყვეტინა რომ თუ ბავშვი გადაწყვეტს რომ ინგლისური სრულყოფილად იცოდეს, კარგია რომ აი რაც თქვენ თქვით native speaker-მა ასწავლოს, უცხოელმა ასწავლოს ინგლისური, რომ მერე უკვე აი ქართული რო ვიცით ხო, აი მშობლიური ენა როა ქართული, ხა რომელი ეროვნების წარმომადგენელმაც არ უნდა ისაუბროს ქართულად, ხო ადვილად გავიგებთ შესაბამისად, ანუ მას ყველა ფორმის სიტყვის ესე ვთქვათ გამოთქმა შეუძლია რომ გაიგოს. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ უცხოელთან და ქართველთან გაგვეკეთებინა კომბინირებული და კომპლექსური სწავლება და მოკლედ ჩვენ ვასწავლით პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს. გვაქვს როგორც შინაარსის გაკვეთილები, ასევე პრაქტიკული გაკვეთილები და ბავშვები როგორც ქართველთან ესე ვთქვათ საფუძვლიანად სწავლობენ გრამატიკას და თუ ბავშვს არ ესმის უცხოელის ინგლისური ესე ვთქვათ ყვილად არ დაკარგოს, რომ ანუ არ გვაქვს ესეთი მიდგომა, როგორც ქართველთან კომპლექსური სწავლება, ასევე უცხოელთან მეტყველების გაკვეთილები. იცით რა მინდა კითხოთ, ეხლა ჩემი შვილების თაობა, ну, უფროსი 13 წლის არის, უმცროსი 8-ის. და რა ვიცი, რაღაც უამრავ აპლიკაციას იყენებენ. ერთი-ორჯერ მახსოვს, რომ ერთ-ერთი უცხოენის დავალებას აკეთებდა ტრანსლეიტორით. მოკლედ ამ დიჯიტალიზაციამ, ამ ასე ვთქვათ, ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან ასე ვთქვათ, კონკურენცია გაუწია სხვადასხვა თუნდაც ენის კურსებს, ხო? და მსმენია, რომ აი შენ თუ გინდა ენის შესწავლა, შეგიძლია საერთოდ არაფერი დანახარჯი არ გააკეთო და აი რესურსები ინტერნეტში მოიძიო და შენ ისწავლი ენას. აი რას ფიქრობთ ამაზე? ხელოვნური ინტელექტი versus გაკვეთილები. ხო, აი ძალიან განსხვავებულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და ბავშვების აღზრდა, ამიტომ ისე როგორც არასდროს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩემი აზრით დღეს ხელოვნური ინტელექტის პროცესში განათლება. და აი ამას ვუდგები ძალიან ბევრს ვფიქრობ გულწრფელად რო გითხრა და სულ მინდა რომ მომავალი დავინახოთ დღეს და ზუსტად ვიცოდე როგორ უნდა მოვამზადო ეს თაობა იმისთვის რომ აი მომავალში საჭირო იყოს და რაღაც იმედგაცრუება, დროის ტყუილად კარგვა არ მოუწიოს ამ თაობას და მომავლისთვის მოემზადოს. ზოგადად აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არ მარტო ხელოვნური ინტელექტის, აი დაახლოებით 5 წლით უკან რო წავიდეთ, ხო, ინტერნეტი იყო რაღაცა საოცრება ჩვენი თაობისთვის და აი ხელმისაწვდომად ყველაფერს ვუგლავდით ხოლმე და რაღაცნაირად ინფორმაციის დეფიციტი არ იყო, ხო, არც 5 წლის. უცბად ამოივსო ეს დეფიციტი, ჩვენ და გავიზარდეთ. ხო, რაღაცა ის სკოლა როგორც კი დავამთავრეთ, უცებ გაჩნდა უამრავი ინფორმაცია, არც წიგნები გვჭირდებოდა დიდად, მოკლედ ყველაფრის ხელმისაწვდომობა იყო, ესე ვთქვათ, და არის ძალიან ესეთი მარტივი, მაგრამ ნახე, აი როგორ არის ეს ყველაფერი გართულებული, თან გამარტივებული და გართულებული, რომ ამდენ ინფორმაციაში
ძალიან რთულია, რომ ზუსტად ის იპოვო, რაც გჭირდება და იღებ უამრავ ინფორმაციას და თან ყველაფერი იცი და თან არაფერი. ესეთი ამბავია. ხო, ანუ ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი უნარია, რომ თან გაფილტრო, აი წიგს რო წაიკითხავ და ერთი სიტყვით რო თქვა რა დაგრჩა ამ წიგნიდან, ხო? ზუსტად ასეა ხელოვნური ინტელექტიც. ანუ დღეს ჩვენმა პატარებმა და ყველამ თითქმის რა ვიცი ძალიან ბევრმა თაობამ ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, ასისტენტად გაიხადა, მათ შორის მეც და ალბათ თქვენც, მაგრამ თავარი გამოწვევა აქ არის როგორ გამოვიყენებთ ჩვენ ამ ხელოვნურ ინტელექტს და როგორ გამოიყენებს ახალგაზრდა თაობა. როგორ გამოვიყენოთ ინგლისური სწავლისთვის, მაშინ სწორად. კი ბატონო, ანუ ნახეთ, ეხლა ჩვენ ბავშვებთანაც და მასწავლებლებთანაც, ინგლისური ენის მასწავლებლებთან და ბავშვებთან ძალიან მნიშვნელოვან ინტენსიურ შეხვედრებს ვაწარმოებთ ხოლმე და მათ შორის გვაქვს უამრავი გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, უცხოელი ექსპერტების მოწვევის, რომ გავაზიაროთ ეს ცოდნა და არ იყოს მხოლოდ ლოკალური. მოკლედ, მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენი ინგლისური ენის მასწავლებლების, ესე ვთქვათ, უმეტესი ნაწილი ძალიან დიდ საშიშროებად აღიქვამს ხელოვნურ ინტელექტს. ძალიან დიდ გონიათ რომ ანუ ესეთი შეიძლება მითია თუ რეალობა ჩვენს გამორკვევის პროცესში ვართ რომ მითი ან რეალობა არ არის ალბათ უფრო მითია რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ინგლისური ენის მასწავლებელს. მასწავლებლის როლი აქ კიდევ უფრო მეტად ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი პროცესი გახდა, იმიტომ რომ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს დელეგირება ხელოვნური ინტელექტი როგორ გამოიყენოს ბავშვმა, რომ პირიქით ეს ხელოვნური ინტელექტის რესურსი გახადოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტად, რომ ძალიან სწრაფად ისწავლოს, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები მოიძიოს, მეტყველება სწორად განავითაროს ბავშვმა. თავი გადაამოწმოს, თავი გადაამოწმოს, მასწავლებლისთვის უამრავი, ასე ვთქვათ, უფასო რესურსი, უამრავი შესაძლებლობა და ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან დიდი დრო დაგვიზოგა, ხო? აი წამებში შეგვიძლია ყველაფერი მოვიძიოთ და მასწავლებლისთვის განსაკუთრებით თუ ოდესმე მასწავლებელს უწევდა რომ ეძებნა მთელი, რა ვიცი, თვეობით და წლობით რესურსები ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ძალიან სწრაფად შეუძლიათ რომ იპოვო ნებისმიერ რესურსი და კიდე ყველაზე მთავარი, აი მეტყველების ნაწილში ხო ხა ქართველი მასწავლებელი მაინც მეტყველება შესაბამისად შეიძლება ვერ იყოს ისეთი როგორც ნეიტივის და ამ ნაწილში მასწავლის ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, საქმე რაც არის განვითარება, ხო? ანუ შეუძლია რომ თავისი თუნდაც გამოთქმა დახვეწოს. რა თქმა უნდა. აუდიო AI პროგრამები. რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება ჩვენს მასწავლებლებს და უამრავი რესურსი არსებობს, რომ მასწავლებელმა ენა ვითარდება რევოლუციურად, ერთი წლისი როგორც მეტყველებდით ინგლისურად, ეხლა აბსოლუტურად სხვანაირად მეტყველებთ. და ესე იცვლება. ძალიან სწრაფად იცვლება ინგლისური ენა და მასწავლებლისთვის რომ ფეხი აუწყოს ამ ტენდენციას, ხელოვნური ინტელექტი არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, საშუალება და ვფიქრობ, რომ აუცილებლად სასარგებლოდ გამოიყენებენ ჩვენი მასწავლებლები ხელოვნურ ინტელექტს. და კიდე ყველაზე მთავარი თაობა, რომელიც ძალიან ინტენსიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მასწავლებელი უნდა მეგობრობდეს ხელოვნურ ინტელექტთან, რომ მინიმუმ კარგი შემფასებელი მაინც იყოს ბავშვმა ხელოვნური ინტელექტით დაწერა, ესა თუ ის დავალება, ესე თუ, ესე ვთქვათ, მისი აზროვნების შედეგია. ასევე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუპირისპირდეს, იმიტომ რომ ამითი მოსწავლეს უპირისპირდება ხო ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს. მე მინდა მკითხოთ უშუალოდ ლინგოსტარელებზე. მე გადავხედე თქვენს ვებგვერდს და მართლა იქ აღიმებული ვუყურებდი იმ ბავშვების სიხარულს, რომლებიც აღწევენ წარმატებას და ეძლევა ჩანსი, რომ წავიდნენ ამერიკაში, თუ დიდ ბრიტანეთში და რაღაც საერთაშორისო გამოსვლებში მიიღონ მონაწილეობა და ნუ გარდა იმისა, რომ ენა იციან ფანტასტიურად, რაღაცა დიდი შანსი მიეცეთ ცხოვრებაში, ხო? რა არის ლინგოსტარი? მოდი მოვყვეთ და ხა ჩვენი მაყურებლები, მშობლებიც გვისმენენ, ახალგაზრდა თაობა უმეტესად არის, რა თქმა უნდა, YouTube-ის აუდიტორია და მინდა რომ ეს შანსი მათაც გამოიყენონ და მოდი ვუთხრათ, ვინ არიან ლინგოსტარელები.
ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან ემოციური ჩემთვის, იმიტომ რომ ლინგვისტარი ზოგადად ესე ფართო გავრცელებული ტერმინით რომ ვთქვათ, არის ინგლისური ენის ოლიმპიადა, მაგრამ აი გულისიღრმეში რაც მაქვს, არის უფრო მეტი ვიდრე ოლიმპიადა. იმიტომ რომ ლინგვისტარი დაიბადა სხვა ღირებულებით, არა იმისთვის რომ ოლიმპიადა ჩაგვეტარებინა და კონკურენციაში შეგვეყვანა თაობა, არამედ იმისთვის რომ შესაძლებლობა შეგვექმნა ამ თაობისთვის. ლინგვისტარი შეიქმნა იმისთვის რომ გვეპოვა ვარსკვლავები ამ თაობებში და მერე აგვეკაშკაშებინა და პირველად, როდესაც ლინგვისტარი ჩავატარეთ და საერთოდ დავიწყეთ ლინგვისტარის განხორციელება, ძალიან ვღელავდი, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ონლაინ და ამ საუკუნის, ესე ვთქვათ, ტრენდისთვის ფეხი აგვეწყო და რაღაცნაირად ტექნოლოგიური თაობისთვის მათთვის საინტერესო, ესე ვთქვათ, პლატფორმა შეგვექმნა. როდესაც ჩავატარეთ ლინგვისტარი, ჩემდა, ესე ვთქვათ, გაოცებული დავრჩი, რომ ძალიან ბევრი მშობელი და ბავშვი გვენდო და ამ დობისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. როდესაც გვენდო ეს ადამიანები და ჩვენც დავასრულეთ ლინგვისტარი, გვყავდა ორი გამარჯვებული. და მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ეს ვამბობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ვერაფერი გავაკეთო, ეს ორი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და ამ ბავშვებმა საკუთარი შრომით მოიპოვეს ეს გამარჯვება, როდესაც შევხვდი ამ ბავშვებს და ვნახე რეალურად ეს ბავშვები რომ გავიცანი, მივხვდი რისთვის შევქმენით ლინგვისტარი. ერთი იყო სოფელი კოდიდან გამარჯვებული და მეორე იყო ჩხოროწყუდან. და აი მანდ მივხვდი რომ ამისთვის შეიქმნა ლინგვისტარი, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ, რომ წავიდნენ ამერიკაში, წავიდნენ ბრიტანეთში, ევროპაში და აი ეს შევძელით, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის და მეორე სეზონი, მესამე სეზონი ლინგვისტარის მეორე სეზონზე ისეთი გამარჯვებულები გვყავდა, რომ აი არ ვიცი უბრალოდ ასეთი ვარსკვლავი თუ გვყავდა საქართველოში არ მეგონა. ასეთი ბრილიანტი ბავშვები თუ ესე მეტყველებდნენ ინგლისურად, ნამდვილად არ მეგონა და კიდე მთავარი, რომ აქ არ არის მხოლოდ ინგლისურად მეტყველება. არის როგორ აზროვნებს ბავშვი, როგორი მსოფლმხედველობა აქვს, როგორი სწრაფია, როგორ შეუძლია სწრაფად მოახდინოს კონცენტრაცია. კომუნიკაციის უნარები აქვს და როგორ შეუძლია რომ უცხოელ გამსაუბრებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და საერთოდ არ იცის ბავშვი საქართველოში ნამყოფიც კი არ არის ეს უცხოელი და არც საერთოდ კოდაზე და ჩხოროწყულზე და ზოგადად სხვა რაიონებზე საუბარი ზედმეტია, საერთოდ არც იცის საიდან არის ბავშვი, მხოლოდ მისი ინტელექტით, მხოლოდ მისი რესურსით იღებს გადაწყვეტილებას და აი არ ვიცი, მართლა იმდენად ამაღელვებელი და იმდენად საამაყო არის ეს ყველაფერი. თან ამ ბავშვებს საერთაშორისო სპეციალისტები ამოწმებენ, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაუბრების კომპონენტი, სანამ ეს ორი გამარჯვებული წავა ამერიკაში თუ დიდ ბრიტანეთში, მათ ცოდნას, ასე ვთქვათ, ამყარებს საერთაშორისო ექსპერტი და ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, ალბათ უფრო ამ ბავშვებისთვის, რომლებიც აი რაიონებიდან არიან, რომლებისთვისაც ცოდნა არის ერთადერთი რესურსი, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს. ნამდვილად ასეა, ჩვენ მქონია არაერთი პრეცედენტი, მე ვიდეო ჩანაწერები კეთდება ხოლმე გასაუბრების და ასე ვზივარ ხოლმე და ვუყურებ ამ გამარჯვებულების და ასე ფინალისტების გასაუბრებას და იმდენად აღფრთოვანებულები არიან და ბედნიერები საერთოდ უცხოელ ექსპერტთან შეხვედრით, რომ ეს ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მზადება და ზოგადად ეს ონლაინ პლატფორმაც ეს კუთხე იმიტომ ავარჩიეთ, რომ ამ ბავშვებს უკვე უწევთ უნივერსიტეტებში სწავლა საზღვარგარეთ, უწევთ საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება, საერთაშორისო აპლიკაციებში, პროექტებში მონაწილეობა და ზუსტად ამ სტილში ტარდება ეს ყველაფერი. ინტერვიუ ზუსტად უცხოელებთან უწევთ და რაღაცა მომზადება მომავლისთვის, მათი საერთაშორისო გამოცდილების შექმნისთვის და ასე ვთქვათ, ირიბად თან კონკურსიც არის, მაგრამ ამზადებს მომავალში მათ საერთაშორისო გამოცდილებისთვის, პრაქტიკისთვის და განათლებისთვის. ზოგადად მინდა კარგად განმარტოთ, რომ ეს მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ენის ცოდნაა, ხო და კარგად ვინც იცის ინგლისური, ეს კონკურსი მათთვის არის, ეს ოლიმპიადა, ხო? თუ ყველა შესაძლებლობის ბავშვს შეუძლია მონაწილეობის მიღება? მე ვფიქრობ, ინგლისური არის ყველა იმ ბავშვისთვის, რომელსაც აინტერესებს ზოგადად გამოცადოს თავისი თავი და თავისი ცოდნა.
პირველი, იმიტომ რომ ტესტი არის ძალიან განსხვავებული, ტესტი არის მრავალფეროვანი და პასუხობს 21 საუკუნის ინგლისური ენის ცოდნის უნარებს და ასევე სერტიფიკატი, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მოყვება რეკომენდაცია, სადაც წერია და ესე დასაბუთებულია ბავშვის უნარები, რა დონეზე ფლობს ინგლისურს, რა უნდა გაუმჯობესოს, რაც ეხმარება შემდეგ მშობელსაც და პედაგოგსაც, რომ ბავშვი, რომელიც ესე ვთქვათ, ოლიმპიადაზე მონაწილეობს თან სტრესულ გარემოში, როგორ აბილიზებს თავის ცოდნას, აი ამის ესე ვთქვათ გამოცდისთვის არის ძალიან საინტერესო და საჭირო ესე. რომ არ გაიმარჯოს, მაინც კარგ უნარებს წაიღებს, ხო? ასევე სერტიფიკატს, რომელიც მომავალში გამოადგება, რომ სხვადასხვა ესე ვთქვათ, პორტფელიოსთვის, პროექტებში მონაწილეობისთვის და თავარი არის კიდე ყველაზე ღირებული, რასაც მივთვლი და სულ ვუნერგავ ამ თაობას, რომელთანაც მე შეხება მაქვს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ ვაერთიანებთ სამყაროში ახალგაზრდები და ზოგადად მთელი სამყაროს ეს ადამიანები ვაერთიანებთ ერთმანეთს და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღირებულებებს ეფუძნება, რომ შენ შეგიძლია ერთი ან რამდენიმე ახალგაზრდას თავისი ოცნება აუსრულო, თავის ამ შესაძლებლობაში შენი პატარა აგური დადო და ამიტომ არის მონაწილეობა მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ერთ გამარჯვებულს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია მხარდაჭერის გამოცხადება, ეს სხვისი გამარჯვებით გახარება და ამ სხვა ღირებულებებთან ერთად ამ ღირებულებას უნერგავ, რომ მე რო გამოვაცხადებ გამარჯვებულს რინგოსტარზე, სხვა შეეძლოს თამამად დაუკრას აპლოდისმენტები. თამამად შეეძლოს, რომ გაიხაროს სხვა მისი თანატოლის წარმატებით და ეს სამნიშნულოვანი ღირებულებებია. ძალიან დამაინტერესა რა ხდება, ვთქვათ, იქ, როცა უკვე მიგყავთ ეს გამარჯვებული, რა გამოცდილება ჩამოაქვთ შემდეგ, ანუ რა ჯილდოს იღებენ. ხო, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს კულმინაციური ნაწილია ლინგოსტარის, ჩვენ უკვე ყავდა 3 ახალგაზრდა ამერიკაში წაყვანილი და ეს ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით მიდიან, სადაც კონკრეტულად ამ შემთხვევაში იყვნენ გაეროს მოდელირებაზე, გაეროს მთავარ ოფისში იყვნენ ნიუ-იორკში და მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება მსოფლიო ახალგაზრდებთან მსჯელობენ მთავარ მსოფლიო გამოწვევებზე და კიდევ უფრო მეტად აახლოვებს იმ ესე ვთქვათ საკითხებთან გლობალურ სამყაროსთან, რომ იმსჯელონ იმ საკითხებზე, რაც მთელს მსოფლიოს აწუხებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ჩვენ ყველას გვიწევს ფიქრი იმაზე, როგორ ვიცხოვროთ უკეთეს სამყაროში და თუ ამ პატარა თაობაში გავაღვიობთ ამას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბებრები ვიქნებით, უფრო კარგ საზოგადოებაში და უფრო კარგ სამყაროში ვიცხოვრებ და მე ჩემი აგურის დადება მინდა ამ პროცესში ამას ემსახურება ეს ყველაფერი. თავარი ამის შესაძლებლობა მოგვეცეს და მინდა კითხოთ ასევე, რადგან ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობებზე, რომ ქართველი ახალგაზრდები წავიდნენ საზღვარგარეთ, ისწავლონ ევროპაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში. მინდა კითხოთ მაინც თქვენი აზრი, რაღაც ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში იგეგმება და უნდა განხორციელდეს. აი თქვენი გადმოსახედიდან, რადგან გაქვთ შეხება და უფრო კერძო სექტორის თვალით უყურებთ, ხო, ამ ყველაფერს და ასევე ხართ პლატფორმა, რომელიც ამ გზას უხსნის სწორედ ახალგაზრდებს, რას ფიქრობთ? ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენი პლატფორმა და რაზეც ამდენი ვისაუბრეთ, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ მსოფლიოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო განათლება. მე პირადად არაერთხელ მიფიქრია, მე თვითონ საერთაშორისო განათლება მაქვს მიღებული და არაერთხელ მიფიქრია, რომ არა ჩემი საერთაშორისო განათლება დღეს არ ვიქნებოდი. ან საერთოდ რა შევძლებდი. ვფიქრობ, რომ ჩემი კონტაქტები, რომელიც ამ საერთაშორისო პროექტებმა განათლება მომცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იყო, შესაძლებლობა იყო, რომელმაც მომცა იმის თამამე, რომ მე დღეს ის გავაკეთო, რასაც ვაკეთებ და მომავალში კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ უფრო მეტი შევქმნა და როგორც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ დღეს აღარ ვცხოვრობთ ლოკალურ საზღვრებში, ვცხოვრობთ გლობალიზაციის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ლოკალურობა, ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი თაობები უნდა გავზარდოთ გლობალური შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, პირობებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თაობები, ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები წავიდნენ, მიიღონ გამოცდილება, შეიძინონ ძალიან ბევრი საერთაშორისო მეგობარი და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს ძალიან მნიშვნელოვანი იარაღით, როგორც არის განათლება და ამ
თავისი ცოდნით გამოადგნენ როგორც ოჯახებს, ასევე სამშობლოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე პირადად ვემსახურები და ჩემს ირგვლივ ყველას ამ ესე ვთქვათ, ღირებულებას ვუსიარებ. დიდი მადლობა და ბოლოს რა არის ლინგოსთარის ესე upcoming ამბები. ანუ რა ეტაპზე არის ახლა ოლიმპიადა და ხომ არ გეგმავთ რომ უახლოეს მომავალში კიდევ წარგზავნოთ თქვენი გამარჯვებულები რაღაც თავისი ოცნებების ასასრულებლად. ეს ხო ძალიან მაგარი შანსია და შესაძლებლობა. მოკლედ მიმდინარეობს ლინგოსტარის მესამე სეზონის რეგისტრაცია. ძალიან მახარებს რომ ინტერესი ძალიან მაღალია და უამრავი ახალგაზრდა არის დარეგისტრირებული. კიდევ აქვთ დრო რომ დარეგისტრირდნენ 15 ნოემბერს გაიმართება პირველი ეტაპი ლინგოსტარის. ეხლა წინა სეზონის გამარჯვებულები უკვე ამერიკაში იმყოფებიან, რაც ძალიან მახარებს და მიხარია რომ ამდენ საერთაშორისო ახალგაზრდასთან ერთად თამამად გამოვლენ ისევ საერთაშორისო ასპარეზზე და ასახელებენ როგორც სამშობლოს, ისე საკუთარ თავს და მოკლედ ვფიქრობ, რომ ძალიან ესეთი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ. გარდა იმისა, რომ ზოგადად ოლიმპიადა ონლაინ ტარდება, ბოლო ნაწილი ყველაზე ღირებული, ესე ვთქვათ, რაც ჩვენ ძალიან ველოდებით მთელი ოლიმპიადის პარკლებში არის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც იმართება უკვე რეალურ სივრცეში და ყველა ამ ესე ვარსკვლავებს ვუყრით თავს და ერთად ვზეიმობთ მოკლედ გამარჯვებას. და ყოველ წელს ზოგადად გვაქვს ხოლმე რაღაცა ესე ვთქვათ, ოლიმპიადის ღირებულება, ესე ვთქვათ, რაც რაღაცა შინაარსი, რაცაც ყოველ წელს განსხვავებულს ქმნის ოლიმპიადას. წელს გვაქვს ვინაიდან ლინგოსთარი არის, ესე ვთქვათ, ვარსკვლავთან არის დაკავშირებული, გადაწყვეტეთ, რომ რაღაცნაირად ვარსკვლავების აღმოჩენის, ზოგადად ვარსკვლავის აღმოჩენას ემსახურება ლინგოსთარი, მაგრამ შარშან იყო რწმენაზე დაფუძნებული და ეს გაამართლეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც არ დანებდნენ და მეორედ მიიღეს მონაწილეობა ლინგოსთარზე და გაიმარჯვეს. წელს გვაქვს ვარსკვლავის აღმოჩენაზე და რაღაცნაირად ვარსკვლავის დაბადებასთან დაკავშირებული და წელს, როდესაც დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, დაიბადება, ესე ვთქვათ, ვარსკვლავი, იმიტომ რომ წინასწარ არ იციან ამბოშებმა, ვინ არის გამარჯვებული ამ დაჯილდოების ცერემონიალზე გაჟღერდება ხოლმე და მინდა ამ თაობას უთხრა, რომ თითოეულ თქვენთაგანში ნამდვილად არის ვარსკვლავი და ჩვენ ლინგოსთარი ყველანაირად ხელს უწყობთ, რომ ეს შინაგანი ვარსკვლავი რაც არის, ნამდვილად ავაგიზგიზოთ და ყველა შეძლოს თავისი ადგილის ვარსკვლავის პოვნა. მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ქმნით ასეთ პლატფორმას, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პირველ რიგში გამოსცადონ საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები მიიღონ. აი ეს შესაძლებლობა, რომ გადალახონ ერთი შეხედვით ძალიან დიდი ზღვარი, ხო, რაც არის კონტინენტები და მოხვდნენ იქ, სადაც ალბათ მთელი ბავშვობა ეოცნებებოდათ და დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ესეთი სწორი ღირებულებებით ქმნით ამ პროექტს. რა თქმა უნდა, პროექტის ვებსაიტის ნახვის შესაძლებლობა გქონდათ ჩვენი პოდკასტის მიმდინარეობის განმავლობაში და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია დამატებით აქ მოიძიოთ, დაგვიწერეთ კომენტარები, დაგვიწერეთ თქვენი შეკითხვები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ზარისხილაკიც მონიშნეთ, რომ არ გამოგრჩეთ ყოველი მომდევნო ვიდეო და ეპიზოდი. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.